რის მოუწოდებდა? ნახეთ, პირველი მოწოდება რა იყო? შვიდობა თქვენთან. ხო და მოუწოდებდა რომ შვიდობით ევლოთ უფლის დიდებისაკენ. და უთხრა შეიკრიბეთ და შექმენით ეკლესია. თქვენი შეკრიბეთ. სადაც შეიკრიბოს 2 ან 3 სახელითა ჩემითა მეც იქ ვარ. და ამიტომ შეიკრიბენით ქრისტეს ეკლესიაში და შექმნით სულიწმიდის მიერ დამკვიდრებული წმინდა ეკლესია. ვაჭრები, ხარისევლები, ურჯულვები, საყრები, იუდას ოცნის მომბოჭველები, სრულ ურჯულის ცოდნელი და ურჯულონი უნდა გავიდნენ ეკლესიაში. ჩვენ კათაკვევლებს უგვირივარ დაგიდან. კათაკვევლნო, განვედით, რომელი კათარი, განვედით, მოუნათლეები საქართველოს. აი უყალმა ესეც გვასწავლა, ჩვენ და გვითხრა, რომ ვაჭრები, ფარისევლები, ურჯულები, საყრები, ვინც არიან და კიდე იუდას ოცნის მომბოჭველები, დააბნია იმან იმას ეძებს ალთ. ესენი უნდა გავიდნენ ეკლესიაში. სახლსა მამისა ჩემისა სახლსა სალოცა ეწოდოს და ნუ გიქცევიათ იგი ვარ აბაზაკა. ეს რომ შენ გაიგო და ისწავლო და შენში დაინახო, თქვა ეს სიტყვები, ზებილა თუ დაიმახსო და მე თქვა რომ შენ სხვას ვეღარ ხედავ ვერაფერს, შეიძლება მან აგაბრკონოს. რადგან ჯულის სწავლა იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ ყველაზე მეტი იცი. ან შენ ეკლესიაში რაღაც შემოდის ჯვარის წერაისა და ყველაზე მეტი გახდი, არა? დაინდაბლე თავი შენი და ამაგდე. და მოიპოვე მათ სულიწმინდის. ეცადე რომ ამ გზაზე დადგეს. და პირველ რიგში რა უნდა ისწავლოს მორწმუნე მართლმადიდებელი? მე ვფიქრობ, პირველ რიგში უნდა ისწავლოს ლიტურგია. ეს არის უდიდესი სიმდიდრე, ვინც ამას შეძლებს და ისწავლებს. ჩვენ ეკლესიას უჭირს აგერ მედავითნეები, გალობლები გვიჭირს და ამდენი ხალხი მოვდივართ ეკლესიაში. და რატომ გვიჭირს? აი ებრაელები, რომელსაც რომის იმპერიას ხდა გაცივებული გულის ადამიანები, აი ის ცოტა იმაზე ცოტა გამთხრები ვარ. არ ჩვენთან, არ მივართ. და არადარ ჯული ვარ. ჯულში ისეთი კარგი წესებია, ადამიანი მართალი იქნება და გამართლებული იქნება ღვთის წინაშე თუ გაყვება იმას. და კიდე ქართლათაც გვაქვს ჩვენ ეს, ჩვენ ქართველებს გვაქვს საბაგანწყვეტილი ჯერ კიდე იქ იყო, მეორე საუკუნე, მეოთხე საუკუნე არის, რომელმაც თქვა ქართული სიტყვები. ქართლად ფრიად ქვეყანაი აგერაცხების, რამე თუ შამული და წირვა ქართული და ენითა აღესრულება. შეხედე რა თქვა იქ საუკუნეების გადახდა ადამიანი. აგერ მოვიდა ილია ჭავჭავაძე და რა თქვა? ენა, მამული და სარწმუნოება. განუყოფელი, შეკრული და ამისთვის უნდა იღვაწო და ამისთვის უნდა იცხოვრო. არა დროსტარებისთვის, არა უბედურებისთვის. არა მიატოვო შენი ქვეყანა და გაიქცე და საერთოდ რომ გამდიდრდე და ჩემტერს მიაწე დაებია იგი. ამიტომ საჭიროა სწავლება და სწავლა საღვთო ლიტურგიის.